რიშიკეში. ქალაქი, სადაც მოხვედრა ყველა სულიერი მაძიებლის ოცნება. ქალაქი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, ზრუნავს და დიდი ხნის კითხვებზე ჩურჩულით პასუხობს. ოღონდ მას შემდეგ, რაც ჯერ შენს ამღვრეულ გონებას გააჩუმებს და მოტანილ სიმძიმეს დედა განგა ჩამოგრეცხავს. არსებობს გამოცდილებები, რომელსაც მხოლოდ სიჩუმე ან პოეზია აღწერს. ასეთია რიშიკეში. ქალაქი სიზმარი, რომელიც გაღვიძებს. რატო ავდექით ამ დილაუთენია 5 საათზე, 4 საათზე ავდექით და უნდა მზის ამოსვლას შევეგებოთ მთის წვერზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სალოცავი. აქ ამბები რო წაიკითხო, ყველა ტაძარზე წერენ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მნიშვნელოვანებში კიდევ უფრო რომელი მნიშვნელოვანიც არის, იმ ადგილებში ვცდილობ რომ მივიდე, იმიტომ რომ დიდი ხნით ავარ ჩამოსულები. და ზოგადად ვინმეს თუ გაქვთ ეგეთი პრობლემები საკუთარ თავთან, დილით ადრე ადგილმა გიჭირთ, დისციპლინა გიჭირთ, საკუთარი თავის ორგანიზება გიჭირთ და ჯანსაღ ცხოვრების წესის დანერგვა, აშრამები არის მაგისთვის ფანტასტიკური გამოსავალი. აქ უნდა ავიაროთ 300 საფეხური, რაც განწმენდით რიტუალად ითვლება ერთგვარად და უნდა ვთქვათ ეგეთი მანტრა ჯეი მატაჯი. მატაჯი არის დედა ღმერთი, ღვთაებრივი დედა. აი ეს. დელეგაცია საქართველოსი ამათგან ერთი 3-4 მაინც თუ აუსრულდა სურვილი ქვეყანას ეშველება. კუნჯაპური რიშიკეშის ერთ-ერთი წმინდა ადგილია. სატის შივას პირველი ცოლი იყო. მას შივა ძალიან უყვარდა. სატის მამას მეფე დაქშას შივა დიდად გულზე არ ეხატებოდა და მისი დამცირება განიზრახა. მოიწვია ინდოეთის ყველა დიდებული, მეფე და ღმერთი და გამართა დიდი რიტუალი, სადაც შივა არ მოიპატიჟა. ცერემონიის დროს სატის მამა შივას ირონიულად და დამცინავად მოიხსენიებდა. ეს სატიმ ვერ მოითმინა და მამამის მიმართა. ეს სხეული, რომელიც შენგან მივიღე, აღარ მჭირდება. მან მედიტაცია დაიწყო და შინაგანი ცეცხლით საკუთარი სხეული დაწვა. როდესაც შივამ სატის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მისი თმებიდან შუა მრისხანე მეომარი, ვირაბჰადრა, რომელიც წვეულებას თავს დაესხა და მთელი ცერემონია გაანადგურა. შივა სატის სიკვდილით იმდენად დანაღვლიანდა, რომ მანის ხელებში აიყვანა და მთელი სამყაროს გარშემო გლოვით დაეხეტებოდა. ამან ბალანსი დაარღვია. ამიტომ ღმერთმა ვიშნუმ, რომელიც სწორედ ბალანსზეა პასუხისმგებელი,
სატის სხეული 53 ნაწილად გაჭრა. ეს ნაწილები ინდოეთის სხვადასხვა ადგილებში დაეცა და ამ ადგილებს შაქტი პითი ეწოდება, სადაც განსაკუთრებულად ძლიერია ღვთაებრივი ფემინური ენერგია. პუნჯაპური ერთ-ერთი მათგანია, სადაც სატის გული განისვენებს. მოგვიანებით სატი ხელახლა იშვა, როგორც დევი პარვატი, რომელიც შივას მარადიული ცოლი გახდა. წმინდა ადგილების მონახულებას ის დიდი უპირატესობა აქვს. და შენ არაფრის გაკეთება გიწევს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ უნდა ჩამოშდე და გაეხსნა. დანარჩენი თავისთავად ხდება. მოვედით მასიშტას გამოკვლეულში. მასიშტა იყო უდიდესი სეპტა რიში, რიშებიდან ერთ-ერთი. მასიშტა იყო რამას მასწავლებელი ამავდროულად. გამოკვლეულს ისე გითხარით თუ არა, რომ იესოს გამოკვლეულსაც უწოდებენ. ერთ-ერთი მითის მიხედვით მაგაზე გადაცემა გაკეთებული გვაქვს. პირველ სეზონში ერთ-ერთი პირველი გადაცემა იყო. არსებობს ეგეთი მოსაზრება, რომ ის უცნობი წლები, რაც ქრისტეს ბიოგრაფიიდან არის. ქრისტემ გაატარა აღმოსავლეთში, ინდოეთში, ტიბეტში, ნეპალში. ერთ-ერთი ვერსიით აქ რიშიკეში ცხოვრობდა. და აქ ამ გამოკვლეულში მედიტირებდა. ამას ადასტურებენ აქტუალური ბერები ამბობენ. ვერ ვიტყვი ეს ტურიზმის ნაწილი არის მაგის გამო. ბევრი ადამიანი არ მოდის მაინც და მაინც. ეს ის ჯერა. როგორც ამბობენ, ძალიან ძლიერი ენერგეტიკის გამოკვლეულია და აფრინდა შევიდეთ აუცილებლად. ეს ჯეზუს კეივეს ეძახიან, იესოს გამოკვლეული, მაგრამ მასიშტას გამოკვლეული ქვია, ეს ჯეზუს კეივი, უფრო ისეთი სახელია არაოფიციალური. მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო. მოკლედ ვიყავით ამ გამოკვლეულში. სასწაული ადგილია, მართლა სასწაული ადგილია, როგორც კი შედიხარ, ისეთი სიმშვიდე დგას. ეს სიმშვიდე არ არის გამოკვლეულის სიმშვიდე, რაღაცა ღვთაებრივი სიმშვიდეა. ძალიან მინდოდა რომ მეჩვენებინა გამოკვლეული თვითონ გადაღება რა თქმა უნდა არ შეიძლება. მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ გადავიღებ თქო. იმიტომ რომ მაგალითად საჩვენებ მეთქი, არა უშავს ცუდი განსხვავება არ მაქვს. ამერაც ისეთი მაქვს რომ დიდად არ ჩანს პატარა ჯიბიდან შემიძლია გადავიღო. ეს გეგმა როგორც კი დავალაგე, კედელს თავი ავარტყი მაგ დროს. და ჩავთვალე რომ იმ კედელმა წამომარტყა და ჰეი, არ გადამიღო, შემაიმუნო ვირიშულო. იმედიტირეთ საკმაოდ დიდხანს დრო როგორ გავიდა, ვერ გავიგეთ. და ძალიან დამშვიდებული ვარ, შეიძლება მანდეს დამშვიდებული ვიყავი. მაგრამ ახლა გაცილებით დამშვიდებული ვარ და სულ სხვანაირი ჩანს. აქაურობა ხარ სუღებ ძალიან სხვანაირი ჩანს. მანამდე უფრო აღელვებული იყო. მშვიდობელზე რო უყურებუნებას აღიქვა მის სილამაზეს და როცა შენ თვითონ აღელვებული ხარ, ეს ღელვა მიმდინარეობს ტვინში და ამ სილამაზეს აღარ აღიქვა. შესაბამისად სილამაზეს რო აღარ აღიქვა, აღაზრი აქვს სიცოცხლეს. და არაცნობიერად იწყებ დესტრუქციას. ლინდება მე სხვადასხვა ჩვევებში, ხასიათში, ნიჰილიზმში, დეპრესიაში და ასე შემდეგ. კონდომ სიმშვიდე არის მას ფუფუნება რომელიც აი სადაც უნდა მოვიპოვოთ 100 წლის მერე პენსიაზე რომ გავალთ აი მე მოვტოვებ სიმშვიდეს უნდა ეგრე არის სიმშვიდიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი თორ თავშვიდ და სიმშვიდე გჭირდება ადამიანებს ჩვენ გულებში ჩვენს გონებაში აუცილებლად მე მჯერა და დარწმუნებული ვარ
აუცილებლად დამშვიდდება მთლიანად სიტუაცია შესაძლოა. ერთ ადამიანს შეუძლია დამშვიდოს თავისი გარემო და ესე ექსპონენტურად გავრცელდეს სიმშვიდის ტალღები. და ეხა ისეთ ეტაპზე ვართ თითქოს ადამიანები, რომ მე მგონია, რომ მეტი არც მოგეთხოვება რა. ერთმანეთი რო არ გვეზიზღებოდეს, ერთმანეთის რო არ გძულდეს. ეგ მოგეთხოვება. ხელვა ტელევიზორში, ხელვა Facebook-ზე. ხელვა სოციალურ და ხელვა ყველგან სადაც შემოყურება არის მიმართული. კოკოსაში განაცადოს მე იგივე გადმოდინდების და ამ ხელვას რო ვიღებ, მე რა ხელვას რო ვავრცელებ. არ მეგონა ამ ხელას სევდათ მქონდა გულში. რო გამოვედი ამი საიდან წამოვიდა ეფუცნება, ამ წუთას სიტყვებით ვერ ვალაგებ, მაგრამ ძალიან ბევრი ვიტირე. ეხლა მივხვდი მაგამ დასწალას და ჩავედი და რო დაველაპარაკე და თვითონ ცოტა მელაპარაკა, მაგრამ ჯერ კიდე მგონია რომ ბევრი მოგასაზრებელი და რაღაც ემოციები რომელიც არ მეგონა რომ საერთოდ მქონდა თავარი არის ის რომ აი ჩემი ეგ კუთხე პუნქტული დამანახა კარგად და ეხაც მეტირება რეალურად თუმცა რაზე მეტირება ჯერ კიდე არ ვიცი. ხო, ეს რაღაცებს იწვევს სიწმინდეებთან შეხება, ამ შეხებისთვის ჩემი აზრით ცოტა მზად უნდა იყო და ცოტა გაწმენდილი. ნუ შენში უნდა იყოს სივრცე, რომ სიწმინდემ შემოღწევა შეძლოს. მან თუ შემოაღწია, მერე თავისთავად კეთდება ყველაფერი. აღარ გჭირდება შენ ძალის ხმევა. იმისთვის რომ რაღაცა მოინანიო. თავისით ხდება. სულ თავისით ხდება. გავაძლეთ განჯის პირზე ფრისტაილერია რეპოს ეგრევე და სიტყვა უნდა უთხრა. I think it's a miracle. I'll be in Rishikesh trying to get spiritual. Hope you can't feel it all. I hope you can't feel it. ეს არის აშრამის ერთ-ერთი ოთახი, ორკაციანი. ეს ჩვენი ძმა ავსტრალიიდან რო რეპოვდა, ცხოვრობს კრია იოგას აშრამში, არის 17 წლის. იყიდა ინდოეთში ერთი გზის ბილეთი და წამოვიდა საკუთარი თავის აძიებლად. იმისთვის რომ ისწოდნა, რასაც მიიღებს, მერე ჰიპ-ჰოპში გამოხატოს და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ჰიპ-ჰოპი ძიწილა თუ დემონურიაო, ეხლა რაღაც აშინელებებზე რეპავენო და მე მინდა რომ სულიერი ასპექტები შევიტანო. გურუების ფოტოები და ჩვენთვის ყველაზე საყვარელი. რა თქმა უნდა. აუცილებლად კრია იოგას აშრამებში იესოს გარეშე არ არსებობს არც ერთი სალოცავი. რადგან თვლიან, რომ იესოც იყო მათი ერთ-ერთი მასწავლებელი, ლამაზია ეს ამბავი. სასწაული ენერგია იყოს სამედიტაციო დარბაზში. გარეთ რო გავალგებთ. ძალიან ბევრი აშრამი და ტაძარი მოვიარე. გოთვენი ხელის მანძილზე, მაგრამ არ ვიცი ის სასწაული იყო შეუძლებელია მართლა შეუძლებელია მისი სიტყვებით გადმოცემა. რაც ალბათ ოსტატებს უმედიტირიათ ის ენერგეტიკა იქვე დაგროვებული. ჩამქრალი იყო ახლა შუქი არენთო და ვერ გაჩვენებდით ვერც გადავიღებდი ვერაფერს და ვერც ავანთებდი შუქს მან.
შიგნით მასწავლებლების ფიგურები იყვნენ და ეს ფიგურებიც ცოცხალია თითქოს რაღაცა თავისი ენერგეტიკა და ყველა დიდი გურუს ენერგია მოტივირდა და და მადლობა მაქაურობას ესენი არიან კრია იოგას გურუები და მასწავლებლები. კრია იოგა 19 საუკუნეში გამოჩნდა. წარმატება მანაც ძალიან მალე მოიპოვა ამ ადამიანების წყალობით. და ზოგადად იოგანანდა ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სულიერი მასწავლებელია. აი რამდენი ადამიანი შემოხვდა. მე თითქმის 2 თვეა აქ მოგზაურობ აშრამებში. დავდივარ ნახულობ სხვადასხვა მაძიებლებს. აი უამრავი ადამიანი შემოხვდა. და ალბათ ერთი 80% მაგათგან მითხრა რომ იოგანანდას წიგნმა, იოგის ავტობიოგრაფია მოახდინა აი ეს მთავარი გარდატეხა მათ ცხოვრებაში. კიდევ ერთი წიგნი იოგანანდასი, რომლის შესახებაც ადრე გაგონილი მქონდა, მაგრამ მე დავიწყებული მქონდა. რასაც ქვია Yoga of Jesus, იესოს იოგა და ამაზე გადაცემა გავაკეთეთ ჩვენ არის ეგეთი ვერსია რომ აქ მოგზაურობდა და ეცნობოდა ცოდნას. მე მგონია რომ რიშიკეშიდან წამოსვლა არ მიწერია. არა და კიდევ ბევრი რაღაცა მაქვს სანახავი. აქ საინტერესო ფაქტი ის არის რომ ინდოეთში არსებობს რაღაცა ცენტრალიზებული ეკლესია. რელიგია, აი როგორც დასავლეთში არის ხო, მაგალითად არის რომის პაპი ცენტრალური ფიგურა, არის პატრიარქი, არის კონკლავი, წმინდა სინოდი, რაღაც ვერტიკალია, ხო? და ეს ვერტიკალი რაღაცა წესებს ადგენს და მე ამ წესებს ემორჩილება დანარჩენი ეკლესია. აქ ეგეთი რაღაცა არ არსებობს. აქ ესეთი პრაქტიკაა, რომ აი არიან ადამიანები, ვისაც სულიერი ცხოვრები ცხოვრობენ. იხდებიან რომ მათი მოწოდება არის რაღაც მედიტაცია, ღმერთის ძიება, წმინდა ტექსტების კითხვა, მერე მიდიან აშრამებში, ახულობენ, ლოცულობენ, მედიტირებენ და რაღაც მომენტში ალბათ რაღაცა გასხივოსნებას აღწევენ, ან ხილვები ეწყებათ, ან რაღაცა ეგეთი ხდება და მოსწავლეებიც უშტებიან. როდესაც ადამიანი რაღაცა ღვთაებრივ მდგომარეობაში გადადის, მერე ადამიანებს იზიდავს. სხვა ადამიანებს ეკრობიან. მე აშენებენ თავიანთ აშრამებს და ამ აშრამებში აზიარებენ იმ წესებს და გზას, რა გზაც თვითონ გაიარეს. გზა არის ძალიან ბევრი. მოგეხსენებათ შივამ და იოგმა ადიოგიმ 112 გათავისუფლების გზა აღწერა, 112 გზა დაუტოვა ადამიანს, 112-ს ყველა ყოველი აპრაქტიკებს რა. გააჩნია ვინ როგორი ტიპია, ზოგს მენტალური სხეული აქვს აქტიური, ზოგს ემოციური სხეული აქვს აქტიური, ზოგს ფიზიკური სხეული აქვს, ზოგს ისეთი, ზოგს ასეთი და მოკლედ აი ესეთი მრავალი გზის სამედიტაციო ცენტრები, აშრამები არსებობს და ვისაც სად უნდა იქ მივა და იქ იპოვის რა. და არ უნდა შეუთანხმო არავის თუ აშრამის აშენება მოგინდა. თუ ყავს მოსწავლეები და ყავს სპონსორი მიდი და აშენ. თუ არ ყავს მოსწავლეები და მიმდევრები ვერ იარსებებ უბრალოდ და ესეთი ბიუჯეტიც არ არის სახელმწიფო რო აფინანსებდეს. ძირითადად დონაციებზე არსებობენ მთლიანად რა. ისიც ეგრეა რა, როცა გამოჩნდება სულიერი მასწავლებელი ძლიერი, იმ სულიერ მასწავლებელს გამოუჩნდება სპონსორი. იმიტომ რომ სპონსორი იღებს ისეთ წყალობას, რასაც ფულით ვერ იყიდის. და მოკლედ მას უხირს. ეგეთი პრაქტიკაა რა, რაც ჩემი აზრით უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა. ალბათ ეგრე ჯობია ჩემი აზრით. ეხლა საქართველოში წარმოიდგინეთ ვიღაცა დაუშვათ არსებობს ადამიანი. თუ მორწმუნე თუნდაც დადის ეკლესიაში და მიაღწია რაღაც სულიერ რეალიზებას. გაეხსნა ნიჭი ან ქადაგების ან გადმოვიდა მასზე რაღაცა ძალა, მადლი
ეხა იმ ადამიანმა რომ დაიწყოს თუნდაც საუბარი ქადაგება ხო ვერ იზამს უნდა გაიაროს რაღაცა გზა რაც დადგენილია ცენტრალური წესებით და ის იმ გზას რო გაიulis და აღიკვეცება და რაღაცა წესებს დაიცავს მე მიეცემა მაგის უფლება ახლა და აქ ეგრე არ არის რა ამიტომ არის ძალიან დიდი თავისუფლება რა რელიგიაში არ მოეწონა რომ უღებდი ხედა. მოკლედ მივდიოდი მე გითხარით უკვე ეს ქალაქი სასწავლების ქალაქია თქო. მივდიოდი სადღაც ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ 5 საათზე იწყებოდა საცანგი, სადაც უნდა მივსულიყავი. ჩამოვიარე ქუჩაში და შემხვდა ერთი ადამიანი რომელიც გიტარაზე უკრავდა, გადავღი კიდევაც ერთად ვცხოვრობდით ჩვენ ჰოსტელში. ჩამოვჯექი ცოტა ვიჭორავეთ და მითხრა რომ მოდი ცოტა ვილაპარაკოთო და მეთქი არა საცანგზე მაგვიანდება თქო. მივედი საცანგი იწყებოდა თურმე 4 საათზე დაკეთილი ყოფილა, ამოვედი უკან მეთქი ჩავალ იმ ჯიგარს დაველაპარაკები თქო და აღმოჩნდა რომ ჩვენი მეგობარი ბათუმში ყავს მეგობარი და გემზე მსახურობდა. How are you? Very good. Namaste. Namaskaram. Namaskaram. Yeah, tell me about your friend in Batumi. How did you Oh, you mean about the friend in Batumi? Actually, our captain was also from Batumi. He was a Georgian captain. His name was Mukasarvia. Tengis Mukasarvia. He was little bit grumpy, you know. Yeah. Wow, Tengis Mukasarvia qole kapitani gemze. Yeah, but he was very nice to me. But our junior officer, our third officer, was also from Batumi. From Batumi, yeah. His name was I don't remember his name. Mirza. Mirza, yes. Wow. He has a son, daughter now. Or
son or a daughter, I don't know, but I just saw a recent post on Instagram. It was like that, and one guy his name was Dima. Yes, he is very big and tall. You know whole Batumi. Yeah, he told me like the brinjal is called Badrijani. You know. Badrijani. Yes. So that's why I cannot forget because it was very funny and very nice experience for me. The world is so small. The world is so small, but Georgia is very beautiful. I've never been there, but You're welcome. You're welcome. it's like, and they told me there's like 100 different cheese in. Oh yeah. Is it true? Yeah. I don't know. Cheese is everywhere. Yeah. In bread, in khachapuri, we have really good acharuli khachapuri in Batumi. Yeah. You have to come. Yeah. Wow. Სასწაული თუ გინდა. Nice to meet you. Yes. მისი მაღაზია. ერთ ჰოსტელში ვცხოვრობდით, ერთად მედიტირებდით. და აქ გიტარაზე უკრავს, მანტრებს ვღერის. და ძალიან მაგარი. ახლა გავთიშო კამერებს და ისე ვილაპარაკებთ ცხოვრებაზე. ძალიან მაგარ რაღაცებს ყიდის, საოცრად ხარისხიან. თან საცმელს. საინტერესო რაღაც რაც შემოხდა. აი ესეთი ორნამენტების საფულესავით არის გულსაკიდე და მეთქი ძალიან ქართული ორნამენტები ეთქო და ტიბეტურიაო ესე მითხრა. საქართველოს დროშას ტიბეტშიც იცნობენ ხედავ თქო. ეს არის იაკის ბეწვი. რაც მაცვია. ისეთ სასიამოვნო არ მინდა რომ გავიხადო. აი შივანანდა ვისაშრამშიც ვიყავით. მაგის ისტორიაც ესე იწყება. როდესაც ექიმი იყო მალაიზიაში, დავაზუსტეთ მე და მალაიზიაში იყო. იქ ერთი კაცი შეხვდა, რომელმაც რაღაცა წიგნი მისცა, ერთი წიგნი მისცა და ის სულიერი ლიტერატურას და ის წიგნი როცა იკითხა, იმდენად მოიხიბლა, რომ ეგრევე წამოვიდა აქეთ რიშიკეში, 12 წელი ცხოვრობდა, აი აქ. ის არის. აი ესეთი ქოხები არ იქნებოდა. უფრო პატარა ხის ქოხები იყო იმ პერიოდში. და 12 წლიანი პრაქტიკის მერე როგორც მითხრეს კრიშნა გამოეცხადა ვთქვათ კრიშნას შეხვდა რომელმაც უთხრა რომ დაეწერა წიგნი. მან დაწერა წიგნი და მე რაღაცნაირად აი ესე თავისთავად ეს წიგნი მოხდა ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში ვიღაცამ წაიკითხა ძალიან მოეწონა და გააგზავნა ინგლისში. ინგლისში გაგზავნის მერე მეფეს უნახავს და იმდენად აღფრთოვანებულა რომ ჩამოვიდა მე შეხვდა პირადად და ის მიწა ეხა სადაც არის აშრამი გადასცეს უსასყიდლოდ და მე ნელა დონაციების ხარჯზე აშენდა და იქ აშრამში შეგნით ყველგან აწერია რომ აი ეს მაგალითად მოზამბიკიდან შესწირა ვიღაცამ ფული და იმისი ხათრით რა იმისი დახმარებით არის აშენებული. ეს არის ზღაპრული ქალაქი, მართლაც ზღაპარია. ძალიან დიდი სიყვარულის და სიმშვიდის ენერგია. ეს არის რაც მინდა საქართველოში სიმართლე რო გითხრათ რა. ამას რა იწოს, ამას იწოს ბუნებასთან ახლოს არიან პირველ რიგში, მეორე რიგში არ არიან მატერიალისტები. სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, სულიერი სამყაროთი ცხოვრობენ. შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაცა ილუზიაში არიან გაჭრილები, რაღაც არასწორს ადიდებენ, მაგრამ სულიერი ცხოვრება რა არის მიტევება, უცხოს პატივისცემა, როგორც ღმერთს ისე რომ შეხედა უცხოს და ამ პრინციპებით ცხოვრობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კეთილგანწყობილები მხდებიან ყველგან. სიმშვიდე, სიყვარული და მოწიწება რაც არის ალბათ მნიშვნელოვანესი ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. უბრალოდ ვერ იქნები. აი რამდენი ინვესტიციაც არ უნდა მოიზიდო, რამდენი ცათამბჯენიც არ უნდა აშენო, რამდენი კაზინოც არ უნდა აშენო, რამდენი ბანკიც არ უნდა გქონდეს, როგორი მაღალი GDP-ც არ უნდა გქონდეს და მოკლედ სულ რომ მოწყვიტო ვარსკვლავები ეკონომიკურად,
სულიერად თუ არ იქნები ბედნიერი, შეუძლებელია რომ შენი ცხოვრება იყოს სავსე. არ გინდა რომ მაგალითად ღარიბი იყო და რაღაც ქუჩაში გეძინოს, ხო? და ორივე საჭიროა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელი არის მაგისი დაბალანსება. ტყუილად არ არის რომ ართ აღმოსავლეთის და დასავლეთის შუაში და გზა გასაყარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ორივე. ძალიან როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ამბობს, საქართველოში ჩვენი მისია არის დასავლური აქტიობის და აღმოსავლური სიბრძნის დაბალანსება ერთდროულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ აი ამისგან, აქაურობისგან ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია და ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია წამოვიღოთ. მოკლედ ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია აქედან ძალიან ბევრი რაღაცის და მე მგონია რომ ჩვენ კულტურასთან ძალიან ახლოს არის. ან ზოგადად ქართველები ვართ მიდრეკილები სიხარულისკენ. სიხარული არის ჩვენი ერთ-ერთი მახასიათებელი, რომ შინაგანად ძალიან მხიარული ხალხი ვართ. ძალიან დიდი სიყვარული შეგვიძლია და ძალიან სიცოცხლის მოყვარული ხალხი ვართ. და აი ეგ რაც გვიშლის ხელს, აი მაგაში, აი ეს არსი რაც არის ჩვენი, მაგ არსზე გადადებულია ძალიან ბევრი შიში. შიში და ეს შიში საიდან მოდის? ეს შიში პირველ რიგში არის მატერიალური, ანუ სულიერ სამყაროში შიში არ არსებობს როგორც ასეთი რა. ეგ ყველაფერი არის ძალიან მატერიალური. და აი როგორც კი ამ მატერიალურ შიშებს ცოტათი დავალაგებთ, აი ეს ამობწყინდება, აი ის რაღაცა ამობწყინდება, რაც უნდა ამობწყინდეს და მაგას ველოდებით ამდენი ხანია, როდის ამობწყინდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე მაგას მოვესწრები და ვიხილავ ჩემი თვალებით, იმიტომ რომ მართლა მგონია, რომ მაგის გამო ვარ დაბადებული სწორედ ამ პერიოდში, ამ დროში და ამ ქვეყანაში, რომ აი ეს ვიხილო, რასაც ქვია საქართველოს გაბწყინება, იმიტომ რომ აი სადღაც თვალი მოვკარით ჩვენ ფეხბურთის დროს გაბწყინებულ საქართველოს. ანუ გაბწყინება არის აი ეგ, როდესაც ადამიანები სიხარულში და სიყვარულში ერთიანდებიან. აი ეგ არის გაბწყინება და გაბწყინება არ არის 100 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც მზის შუქებს ირეკლავს და ბწყინავს. ეგ არ არის ბწყინვალება. ბწყინვალება არის თუ ალებიდან რომ ანათებს ადამიანი და აი გაბადრული სახე რო აქვს. აი ეგაა ბწყინვალება და ეგ გვინდა ჩვენ და მაგას აქ ვხედავ და მაგიტო მიხარია აქ ყოფნა, მაგიტო მიხარია და მინდა რომ ჩვენთანაც ეგრე იყოს. ძალიან მინდა და ერთ-ერთი მიზანი რატომაც აქ დავდივარ არის ის რომ ჩემი თვალით ვნახო, ჩემი თვალით ვეზიარო და მე გადმოვაზიარო ჩვენთანაც რომ ჩვენს გონებაში, ჩვენი ხალხის გონებაშიც აი რაღაცნაირად აღიბეჭდოს. ეს მომენტი აღიბეჭდოს და მივხვდეთ რომ არსებობს გზა, არსებობს ბედნიერების, სიყვარულის და სიცოცხლის გზა და ძალიან მიყვარს სახარებიდან იყავით უმციკლო ვითარცა მტრედი და გონიერნი ვითარცა გველნი. აი ესაა ჩვენი გზა რა, უნდა ვიყოთ გონიერები, გველებივით, როგორია გველი მოქნილია, არ არის ესეთი ხისტი, ხო? და ძალიან გონიერია და რაღაცა ერთ მომენტს ელოდება და ერთ მომენტში ნახტომს აკეთებს და შხამიც აქვს და მისი შხამი წამალიც არის და საწამლავიც არის, ხო? და ამ დროს მტრედი არის ძალიან სუფთა და უმციკლო, ხო? აი ეს ორივე რაღაცნაირად უნდა შევახამოთ ერთმანეთში. ეს მტრედი შეიძლება იყოს რაღაცა სულიერი სამყაროს სიმბოლო და გველი შეიძლება იყოს გონის, ტვინის, ანალიტიკური აზროვნების სიმბოლო და აი ეს ჩვენ შეგვიძლია რომ აი ეს ანალიტიკური გონება ჩვენი, რომელიც ძალიან ძლიერი გვაქვს დაუქვემდებაროთ ამ სპექტაკლ სულს. მერწმუნეთ რომ ეს მარტო მე კი არ მინდა, თქვენს გინდათ და ბევრ თემსოფლიოს უნდა რომ საქართველოს შეასრულოს თავისი ფუნქცია რაც არის რა. და ეს ორი კულტურა შეაკავშიროს ერთმანეთთან და არის მკურნალი მიწა არის საქართველოს. შემთხვევით არ არის მართლა ამდენი სამკურნალო წყალი რომელიც მკურნალი მიწა და თეო მსოფლიოს ახლა მკურნალები ჭირდება, ჰაერივით ჭირდება. უნდა ვიპოვოთ ხო ჩვენი თავი, უნდა გამოვიკვლიოთ ვინ ვართ, რა ვართ, რა არის ჩვენი მისია. ამაზე უამრავ ადამიანს ულაპარაკია.
არაერთი გონიერი ჭკვიანი, ინტელექტუალური, სულიერად და გონებრივად ამაღლებული ადამიანი ამაზე ფიქრობდა, წერდა და აზიარებდა და უნდა გამოვიყენოთ. აი ეს ინტელექტი, ეს გონება არის გამოსაყენებელი ცხოვრების სამსახურში. გაჩნდება ალბათ კითხვა, რომ აი როგორ შეიძლება ჩვენთან მაგის გაკეთება, როცა იქით ყავს ესეთი დამყრობელი, სასტიკი და აგრესორი მეზობელი. აი, არ ვიცი, რატომღაც ესე მგონია, რომ ჩვენ თუ ჩვენ გზას დავდგებით, აი ეგ მეზობელიც ვერაფერს ვერ გახდება. გამორიცხულია, არა ვერაფერს ვერ დაგვაკლებს თუ ჩვენ ვიქნებით ჩვენ გზაზე და ვიქნებით ასე ვთქვათ აი სულიერ სამყაროსთან კავშირზე ვიქნებით, ანუ სულიერ ძალებთან. ჩვენ მაგ სულიერმა ძალებმა გადაგვარჩინა მთელი ცხოვრება. აი ესეთი ულამაზესი კაფეა ქალაქ შიკეში. It's just what I'm ძალიან ლამაზია. Krishna